გამარჯობა, მოგესალმებით. 2 წუთში დავიწყებთ ჩვენს მომდევნო პირდაპირ ჩართვას. ეს არის პლატფორმა მშობლის კივრი. მე გახლავართ თამთა საამიშვილი, ფსიქოლოგი, წარმოადგენ ორგანიზაცია მაგ ჯორჯიას. დღეს შევასრულებ ფასილიტატორის ფუნქციას. სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კითხვებსა თუ კომენტარებს, რომელსაც იმედი მაქვს, რომ გამოგვიგზავნით ჩვენი პირდაპირ ჩართვის დროს. სანამ დღევანდელ თემას წარმოგიდგენთ, გეტყვით, რომ ყველაზე ხშირად გვეკითხებიან, დაიდება თუ არა, შეინახება თუ არა ჩანაწერი ამ ჩართვის და გეტყვით, რომ შეინახება და ასევე გირჩევთ, რომ გადაავლოთ თვალი ჩვენს გვერდს, ნახავთ, რომ საკმაოდ მრავალფეროვანი ვიდეოთეკა დაგროვდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ეს პლატფორმა ფუნქციონირებს და აღმოაჩენთ სხვადასხვა თემას, რომელიც ვფიქრობთ, რომ არის საინტერესო მშობლებისთვის პირველ რიგში, თუმცა არა მარტო ბავშვთან დაკავშირებულ ნებისმიერ პირს, ვფიქრობთ, რომ შეუძლია ბევრი სასარგებლო რესურსი აღმოაჩინოს ჩვენს გვერდს და როგორც აი ვიდეო ჩანაწერების სახით, ისე ესეთი პატარა პუბლიკაციების ფორმატით. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ თემას, დღევანდელი თემა მიუძღვენით ზაფხულს, დასვენებას და ბავშვის განვითარების ხელშეწყობას და ნუ ამ თემების შერჩევისას ყოველთვის რა თქმა უნდა ხელმძღვანელობთ იმით, რაც აინტერესებს მშობლებს და მართლაც ჩვენი გუნდი, ამასაც გეტყვით, რომ ესეთ უფასო სრულიად კონფიდენციალურ კონსულტაციებს თავაზობთ მშობლებს, სატელეფონო კონსულტაციებს და ამ კონსულტაციების ფარგლებში ხშირად ამ პერიოდში განსაკუთრებით ფიგურირებს აი ეს საკითხი, რომ ახლა როდესაც არის საზაფხულო არდადეგები და ბავშვებს აქვთ გაცილებით მეტი დრო ჩვენთვის, თუ ჩვენ ბავშვებისთვის, რითი უნდა დავაკავოთ ისინი, ანუ უნდა ვამეცადინოთ, არ უნდა ვამეცადინოთ, რა შევთავაზოთ, როგორ შეიძლება მათი დღის დაგეგმა და სტრუქტურირება. და აი ამ საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ვთხოვეთ ჩვენ ნეიროფსიქოლოგ მარიამ ხადაგიანს, რომ გვწვეოდა და ამ თემაზე ესაუბრა თქვენთან ერთად. მარიამ, მთელი გუნდის სახელით გიხდი მადლობას ჩვენთან თანამშრომლობისთვის, ასევე ვიტყვი ჩვენ მსმენელს, რომ ეს არ არის შენი პირველი ლაივი და ბევრ საინტერესო საკითხზე უკვე ისაუბრე ჩვენი მსმენელისთვის და შეუძლიათ ალბათ, რომ გადაავლონ თვალი და იპოვონ ეს ჩანაწერები. აქვე სანამ დღევანდელ თემას დავიწყებთ, შეამჩნიეთ, რომ ჩვენი ჩართვა ითარგმნება ჟესტურ ენაზე, ამისთვის მადლობა ლეკუნა ჯაფოშვილს. როგორც შესავალ ნაწილში აღვნიშნე, ჩემი ფუნქცია იქნება ის, რომ თქვენთან ერთად მოусმინო მარიამს და წავიკითხო ის კითხვები თუ კომენტარები, რომლებიც გექნებათ. შეგვიძლია მე მგონი დავიწყოთ, ხო? მოგესალმებით ყველას, სალამი ლეკუნა. ძალიან დიდი მადლობა პირიქით თქვენ იმისთვის, რომ გვაქვს ეს შესაძლებლობა, რომ შევხვდეთ ხოლმე ერთმანეთს, სხვადასხვა საკითხებზე ვისაუბროთ. დღევანდელი საკითხი მართლა მგონია, რომ ძალიან ესეთი აქტუალური არის მშობლებისთვის. ეს არის ზაფხულის აქტივობები, ასე ვთქვათ, რომელიც ერთი შეხედვით მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს რასაც ვისაუბრებთ, თითქოს და არაფერი ახალი აქ არ იქნება. ეს არის ის, რასაც ვაკეთებდით ჩვენს ბავშვობაში, აკეთებენ ახლანდელი ბავშვებიც, მაგრამ აი აქცენტი იმაზე, თუ როგორ შეიძლება ზაფხულში მხარი დავუჭიროთ, ასე ვთქვათ, ბავშვის განვითარებას, აი ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ გავიაზროთ ის, რომ სინამდვილეში ზაფხული არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფაზა ბავშვის განვითარებისთვის. იქნება ეს კოგნიტური განვითარება, იქნება ფიზიკური განვითარება და ასე შემდეგ. მე გავაზიარებ პრეზენტაციას, ვინაიდან ვიზუალური, ასე ვთქვათ, მხარდაჭერაც ხშირად დამხმარე არის ხოლმე. და სანამ გადავალ უშუალოდ ზაფხულის აქტივობებზე, ძალიან მოკლედ შევახსენებ ჩვენს მსმენელებს, რომ განვითარება ბავშვის მოიცავს რას? ეს არის ფიზიკური ზრდა და განვითარება, მოტორული უნარების განვითარება, იქნება ეს მსხვილი მოტორიკა თუ ნატიფი მოტორიკა, ეს არის კოგნიტური პროცესების განვითარება, ანუ შემეცნებითი პროცესები, როგორიც არის აზროვნება, მეხსიერება, აღქმა, ყურადღება, ენამეტყველება, კომუნიკაცია, სოციალურ-ემოციური უნარები, დამოუკიდებელი უნარები და ასე შემდეგ. და წინააკადემიური და აკადემიური უნარები უშუალოდ წერა, კითხვა, ანგარიში და ასე შემდეგ. გადანაწილება ასე ხდება ხოლმე, რომ სკოლაში, როდესაც ბავშვი დადის, თითქოს ეს აკადემიური ნაწილი მოდის წინა
პირველ რიგში, ასე ვთქვათ, და წინა აკადემიური უნარები არის უფრო წინა სასკოლო მგზავრობის ჯგუფისთვის აქტუალური, თუმცა ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აკადემიური უნარების განვითარების ხელშეწყობა თავისუფლად შეიძლება გავაკეთოთ ზაფხულის არდადეგებზე, თუმცა განსხვავებულად ვიდრე ეს გაკეთდება სკოლაში და განსხვავებულად ვიდრე ბავშვი დაუშვათ საშინაო დავალებას აკეთებს, რომელიც სკოლა მისცა. სწორედ ზაფხულში შემოდის მშობლებისთვის ყველაზე აქტუალური შეკითხვა, რომ როგორ დააბალანსონ გართობას თავისუფალ დროსა და მეცადინეობას შორის. ჩვენ ვიცით, რომ ბავშვის ცხოვრების წესი ძალიან იცვლება, განსაკუთრებით მათ იმ სკოლაში დადის, მაგრამ ასევე ბაღში ვინც დადის იმათ, იმიტომ რომ რუტინაც იცვლება, ხო, ეს ძილღვიძილის ციკლი თითქოს იცვლება, იმიტომ რომ ადრე არ უნდა ადგეს და წასასვლელი არსად არ არის, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ სასურველი არის, რომ რუტინა შევუნარჩუნოთ ბავშვებს. იქნება ეს დაუშვათ დილის გაღვიძების დრო, საღამოს ძილის დრო, კვების დრო, აი ეს მაქსიმალურად რომ დაახლოებით იგივე დარჩეს, რაც დაუშვათ მთელი წლის მანძილზე არის, იმიტომ რომ ეს დაეხმარება ბავშვს შემდეგ უკვე კვლავ სექტემბერში დაბრუნდეს სკოლაში, დაბრუნდეს ბაღში და ვიცით რომ ბავშვებისთვის რუტინა სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანი არის. აი ეს ძილღვიძილის ციკლი რომ ერთი და იგივე იყოს, ყვება ეს ბევრ პრობლემას შემდეგ აგვარებს, ხო? რაც შეეხება გადანაწილებას, აქ ყველაზე ჯადოსნური ალბათ რაც არის ის, რომ ერთი მეორეს ხელს არ უშლის. ჩვენ ფაქტიურად შეგვიძლია ვიმეცადინოთ გართობით, ეს იდეაში სკოლაში და ბაღშიც ასე ხდება და უნდა ხდებოდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში დამატებითი დატვირთვა არის რა, რომ ეს შეიძლება მოხდეს თავისუფალ სივრცეში და მასში როგორც წესი ჩართულები არიან ოჯახის წევრები, მშობლები, ბებია-ბაბუა, და-ძმა, მეგობრები, თუ სოფელში არიან ბავშვები წასული, შეიძლება კიდევ უფრო დიდი ნათესაური ჯგუფი იყოს, ხო, ბიძაშვილები, მამიდაშვილები და ასე შემდეგ. და აი ბევრი ჟრიამული და მხიარული აქტივობები მოყვება ხოლმე ამას. მოტორული უნარების განვითარება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ბავშვის განვითარებისთვის. ხათაშორის 3 წლის ბავშვისაც, 6 წლის ბავშვისაც და 10 წლის ბავშვის შემთხვევაშიც, აქ არის ის, რაც ნამდვილად არავისთვის არ არის ახალი, უბრალოდ ბავშვებს ხშირად ავიწყდებათ, იმიტომ რომ მიჯაჭვული არიან ხოლმე ძირითადად ამ ციფრულ ტექნოლოგიებს და ამიტომ კარგი არის ისევ შევახსენოთ, რომ ველოსიპედის ტარება მაგალითად არის ძალიან მნიშვნელოვანი, პატარებისთვის არის სპეციალური, აი წონასწორობის დასაცავი ველოსიპედები, რომელსაც ბორბლები არ აქვს, მაგრამ ეს ბავშვებმა უკვე რო დაიწყებენ ამ ბორბლები არა, უბრალოდ ბორბლები როგორ არ აქვს, ბორბლები აქვს, რითაც ატრიალებენ, ხო? ფეხებით ეს არ აქვს, მაგრამ რაღაცა ესეთი დინებით, როდესაც მიდის ფეხები უნდა აწიონ და წონასწორობა შეინარჩუნონ, ძალიან პატარებისთვის არის, დიდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ წონასწორობის შენარჩუნება არის, ფეხის კუნთის განვითარება არის, აქტიური ვარჯიშია, ხო, ველოსიპედით სიარული და ძალიან კარგი არის თუ მშობლებიც ჩაერთვებიან. ნებისმიერი აქტივობა, რომელზეც დღეს მე ვისაუბრებ, ზაფხულის და არდადეგებზე, როდესაც საუბრობ, სასურველი არის, რომ ოჯახის წევრებთან ერთად განხორციელდეს. ან ერთ ოჯახის წევრთან ერთად, ან ორივესთან ერთად, ან ბებია-ბაბუა იყოს ჩართული, იმიტომ რომ აი ამ მუხტს კიდევ თავისი დამატებითი ემოციები მოაქვს. ნებისმიერი ტიპის სპორტი და აქ რა თქმა უნდა არ გულისხმობ რაღაც აკადემიურ სპორტს, ხო? ეზოში თამაში, კალათბურთის, ფეხბურთის, რაგბის, ცურვაზე ერთად სიარულის, ზღვაზე ვინც მიდის, მაგალითად, აი ძალიან კარგი არის, რომ ერთობლივად იცურაონ ბავშვთან ერთად და ისეთი თამაშები, რომელიც ასევე ხელს უწყობს გუნდურობის პრინციპს, თუმცა მოტორული უნარების განვითარებადაც არის, როგორც არის წრეში ბურთი, რაც ყველას გვახსოვს. ეგრეთ წოდებული რეზიდობა და რომელიც რომ დავფიქრდეთ, ფანტასტიკური თამაში არის რეალურად აი ამ ფიზიკური დატვირთვისთვის, ხო, იქ არის ხტუნვა, იქ არის თვლა, ანუ ბევრი რაღაც არის, რითაც და რაც თავი ესეთია, აქტიური სპორტი არის, ბავშვი სპორტი კი არა, თამაში არის, ბავშვი იღლება, ენერგიას ხარჯავს და ასე შემდეგ. რაც შეეხება ნატიფ მოტორიკას, ძალიან კარგი არის ქვიშაში თამაში. იქნება ეს ქვიში თუ რაღაცა კოშკის გაკეთება, სახელების დაწერა თუ ასე შემდეგ.
ასევე ტალახით თამაში ნოტები მოტორიკისთვისაც კარგი წერტს თქოს პლასტელინი არის და ნუ შეგვეშინდება ამ დროს რომ ბავშვი დაისვრება მთავარი არის უსაფრთხოება დაცული იყოს და აკონტროლოს და უშუალოდ რომ პირში ბევრი არ ჩაიდოს და თუ ჩამოხვდა პირში და უშუალოდ მივაქციოთ ყურადღება მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ავუკრძალოთ აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ აქტივობა, რომელიც შეიძლება ნატიფი მოტორიკისთვის კარგი არის, ეს არის ფიგურების გაკეთება იგივე ქვიშით და ტალახისგან, ან მაკრატელი საბავშვო გააჩნია ასაკს და სხვადასხვა ფორმების ფიგურების გამოჭრა, რომლიდანაც შეიძლება შემდეგ რაღაცა სათამაშო ჩვენ თვითონ ავაწყოთ და უამრავი გოგონებისთვისაც და ბიჭებისთვისაც, სხვათა შორის ეს არ უშლის ხელს, რომ ძივები, ოჯახის წევრებისთვის სამაჯურები და სხვადასხვა ტიპის რაღაცა სამკაულები გავაკეთოთ და ამაში მონაწილეობა ერთობლივად მივიღოთ. რაც შეეხება კოგნიტურ და შემეცნებით განვითარებას, აი ის რაც მშობელს ხშირად აწუხებს მაგალითად რომ არ გაზარმაცდეს ბავშვი. ჩვენ შეგვიძლია ზაფხული გამოვიყენოთ ფანტასტიურად მეხსიერების განვითარებისთვის და აზროვნების განვითარებისთვის. როგორ შეიძლება დავეხმაროთ, რომ აი მეხსიერება მოცულობა გაიზარდოს, ასე ვთქვათ. შეიძლება ვითამაშოთ სხვადასხვა ტიპის თამაშები, როგორიც არის სიტყვობანა. მაგალითად, მე ვამბობ სიტყვას, თამთა იმეორებს ჩემს სიტყვას, ამატებს თავის სიტყვას, ლეკუნა ამბობს ჩემს ნათქვამს სიტყვას, შემდეგ აუცილებლად უნდა თქვას ის, რაც თამთან თქვა, შემდეგ დაამატოს თავის სიტყვა და ასე ვტრიალებს და ვინ უფრო მეც დაიმახსოვრებს, ვინც ვერ იმახსოვრებს და უშუალოდ ისეთი შეება თამაშს. ხო, ანუ ეს არის ძალიან მარტივი მეხსიერების მოცულობის გასაზრდელი, რომ თუ ბავშვს შეუძლია დაიმახსოვროს 3, მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ ის დაიმახსოვრებს 4-ს. მაგრამ აქ თავი არის ეს ყველაფერი უნდა იყოს თამაშის სახით. ასევე ძალიან ესეთი თამაში არის პოპულარული, როდესაც ბარათები სამხარეს არის ყველა ერთნაირი და მეორე მხარეს უშუალოდ ახატია სხვადასხვა ცხოველი, ბალაგებთ მაგიდაზე და ვატრიალებთ. ერთი ამოატრიალა და უშუალოდ არის დათვი, დადო, მეორე ამოატრიალა არის მელადადო და ეძებს შემდეგ აი ამ ამოტრიალებულში, რომ ორი ერთნაირი იპოვოს, ან უნდა დაიმახსოვროს კიდევ რომ სადღაც დათვი შეხვდება, სად იყო ის დათვი და დაბრუნდეს. ესეც არის მეხსიერების სავარჯიშო, ანალოგიური შეიძლება ფორმებზე ფანტაზია ჩართეთ ნებისმიერი რაღაც შეგიძლიათ საგნები გააკეთოთ აი მაგალითად დადოთ 5 საგანი ბავშვს თხოვოთ რომ შეხედოს შემდეგ თვალი დახუჭოთ შემდეგ აიღოთ ერთი საგანი და თვალს რომ გაახოს კითხოთ რომ აბა რა საგანი აკლია შემდეგ აუცილებლად როლები შეცვალეთ და ბავშვმა აიღოს ერთი საგანი და თქვენ შეგეკითხოთ რა საგანი აკლია რაც შეეხება აზროვნებას ამისთვისაც არის უამრავი ბარათები, სადაც დაუშვათ, უნდა დავაჯგუფოთ, ლოგიკურად დავაჯგუფოთ. მაგალითად არის ჩოგბურთის ბურთი და ჩოგანი, ხო? და ასე არის სხვადასხვა ჩაქუჩი და ლურსმანი და ბავშვმა უნდა იპოვოს და ერთმანეთს დააკავშიროს, რა არის ერთმანეთთან კავშირში. ასევე ძალიან სახალისო თამაში არის, განსაკუთრებით თუ უფროსები იღებენ მონაწილეობას, გამოიცანი ტყუილი. მშობელი შეიძლება იგონებდეს ისტორიას და ბავშვმა უნდა გამოიცნოს თუ რა არის ამ ისტორიაში, რა არ არის ლოგიკური და რა არ შეესაბამება სიმართლეს. მაგალითად, მშობელი შეიძლება მოყვეს, რომ დათვი მისეირნობდა ტყეში და უეცრად დაიწყო ყეფა. და აი ბავშვმა უნდა თქვას, რომ ერთი წუთით იყეფება ძაღლი, ხო? თამაშს ამ შემთხვევაში ერთ რაღაცას მივაქციოთ ყურადღება. თუ თამაში არის უბრალოდ მოთხრობის მოფიქრება, ბავშვს აქვს აქ მივცეთ თავისუფლება იმისა, რომ დათვმა დაიწყო ყეფა. ზღაპრული დათვი ყავს, რომელიც იყეფება. მაგრამ თუ თამაშობთ გამოიცანი რა არის შეუსაბამო, ამ შემთხვევაში სპეციალურად ვიყურებთ ასეთ ისტორიებს. აქაც ვცვლით როლებს და ბავშვისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ მან თავად უნდა მოიფიქროს, ეს საკმაოდ დიდ კრეატულობას მოითხოვს, მოიფიქროს ისეთი შეუსაბამობა, რომ შემდეგ მშობელმა გამოიცნოს ეს შეუსაბამობა. ასევე გამოიცანი რა მოხდება შემდეგი. ამას ძალიან ხშირად აღნიშნავ, ხოლმე იქნება ეს წიგნის კითხვის დროს. თუ იქნება შეიძლება ანიმაციას ერთად უყურებდეთ და რაღაცა უნდა მოხდეს. ხო შეგიძლიათ
კითხოთ ბავშვს, სანამ გადაშლით, რომ შენი აზრით ახლა რა მოხდება. აი ყველაზე მარტივი მაგალითი რომ თქვა, წითელქუდა მისეირნა და უცებ შეხვდა მგელი და აი სანამ გააგრძელეთ, შენი აზრით ახლა რა მოხდება. დაელაპარაკება წითელქუდა მგელს. თუ არ დაელაპარაკება, შეეშინდება და აი მიეცით ბავშვს საშუალება, რომ ესეთი წინასწარი პროგნოზირება გააკეთოს. აქ არ არის მნიშვნელოვანი ეს შემდეგ დაემთხვევა თუ არა. აქ არის მნიშვნელოვანი, რომ ბავშვმა წინასწარი პროგნოზირება გააკეთოს, თავისი მოლოდინები შეიქმნას, ნახოს, რომ ეს ვერსიაც შესაძლებელია, სხვა ვერსიაც შესაძლებელია და ასე შემდეგ. რაც შეეხება ენამეტყველებას და კომუნიკაციას, გარდა იმისა, რომ თავისთავად ზაფხულში მეტ დროს ვატარებთ ბავშვებთან, დიალოგის წარმოების საშუალება მეტი არის, ასევე ძალიან კარგი არის ლექსიკური მარაგის გაზრდისთვის, მაგალითად ესეთი თამაშები, რაც ქართულ ენაზე არის დღეს, თუმცა არც არის აუცილებელი, რომ შეიჩინოთ. შეგიძლიათ თქვენ თვითონ თავად დაამზადოთ, მაგალითად გამოჭრათ პატარა ბარათები, ერთად დახატოთ. დაუშვათ კატა, ძაღლი, არ ვიცი, საყოფაცხოვრებელნი ნივთები და შემდეგ ესე კარტივით დაარიგოთ და ერთი დაუშვათ ბავშვი ირჩევს და თქვენ უნდა აგიხსნათ რა ხატია. ხო? იქ შეიძლება ისეთი სიტყვებიც გამოიყენოთ, რომელიც ჯერ ბავშვმა არ იცის, სახელდება, მაგრამ აი ამ ახსნის და გამოცნობის პროცესში ბავშვი ამ ახალ სიტყვებსაც ისწავლის. კიდევ არის ესეთი თამაში ცხელი კარტოფილი, როდესაც ერთმანეთს ესეთი კარტოფილის მსგავს სათამაშოს ესვრით და რაც შეიძლება დაუშვათ მეტი სიტყვა უნდა თქვას, ვისაც უჭირავს ხელი, ან რაც შეიძლება სწრაფად უნდა თქვას და შეიძლება აიღოთ ერთი კონკრეტული ასო, მაგალითად ვთამაშობთ ასოზე და მე უცებ ვამბობ მანდარინი და ვესვრი თამთას. ხო, თამთამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა თქვას კიდევ ასოზე სიტყვა, იმიტომ რომ ეს კარტოფილი ცხელია და ხელები დაეწება და ამიტომ ესროლოს დაუშვათ ლეკუნას ეს კარტოფილი და თქვას, არ ვიცი, სიტყვა მინდო. და ასე შემდეგ. წიგნთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ძალიან ბევრჯერ ვახსენებ, იმიტომ რომ წაკითხვა თუ ბავშვი თავად ვერ კითხულობს, თქვენი მხრიდან წაკითხვა. თუ ბავშვი კითხულობს, სასურველი არის ავარჩიოთ ის წიგნი, რომელიც მას თავად სურს, რომ წაიკითხოს. შეიძლება იყოს იმაზე მარტივი ეს წიგნი, ვიდრე დაუშვათ მისი სასკოლო წიგნები არის, მაგრამ არა უშავს. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ბავშვს მოსწონდეს. თუ არის პირველ-მეორე კლასელი, კარგი არის, რომ დაუშვათ კომიქსებიც გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ბავშვებს ეს კომიქსები ძალიან მოსწონთ. და ეს ეხმარება ენამეტყველების განვითარებას. რაც შეეხება კომუნიკაციას, კომუნიკაცია კარგი არის, რომ თანატოლებთან ურთიერთობაში მხარი დავუჭიროთ. შეიძლება რამდენიმე ბავშვი ერთად მოვიპატიჟოთ, პატარებით დაბეხმაროთ მას რაღაცა ერთობლივი ჯგუფური აქტივობის დაგეგმვაში, შემდეგ თამაშის პროცესში. ასევე კარგი არის თუ ზრდასრულებთან ერთად ითამაშებენ, ანუ ცალკე არის ბავშვებისთვის ჯგუფური თამაში და ცალკე არის ზრდასრულებთან კომუნიკაცია. თუ ბავშვი არის მორიდებული, არ ვაიძულებთ, მაგრამ ხარდაჭერას ვუცხადებთ. ხო, აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მის ტემპს მივყვეთ და ვაჩვენოთ პოზიტიური მაგალითი კომუნიკაციის. აი არის მარიამ, ერთი შეკითხვა შემოვიდა ზუსტად მეტყველებასთან დაკავშირებით და ბარემ წავიკითხავ, ხო? როდესაც ჯერ არ საუბრობს ბავშვი, მაშინ როგორ უნდა დავეხმაროთ ამ მეტყველებაში? სულ ვათვალიერებთ და ვუხსნით სხვადასხვა ცხოველებს, ბოსტნეულს და ასე შემდეგ. იცით რა, ბავშვის ასე გაჩნია ბავშვის ასაკს, შეიძლება რიგ შემთხვევაში თუ ბავშვი არ მეტყველებს და მე ჩემის მხრივ ვაძლევ ესე ვთქვათ მასტიმულირებელ გარემოს მაქსიმალურად, შეიძლება მას სჭირდებოდეს დახმარება ამ შემთხვევაში სპეციალისტიც. ამიტომ გაჩნია ასაკს, თქვენის მხრიდან რაც შეიძლება გააკეთოთ არის რომ მაქსიმალურად მასტიმულირებელი გარემო შეუქმნათ. ეს არ ნიშნავს მუდმივ რეჟიმში საუბარს, მაგრამ ხშირად გავუხმოვანოთ ის ნივთები, რომლითაც თამაშობს, ვესაუბროთ მოკლე და კაფიო მარტივი ინსტრუქციები, შეიძლება წამღერებითაც ვესაუბროთ და ვნახოთ აქ რამდენად აყვება, იმიტომ რომ რიგ შემთხვევაში ეს უფრო მარტივია. თუმცა
აი თუ 2 წლის ბავშვიც საერთოდ არც ერთ სიტყვას არ ამბობს, ამ შემთხვევაში დააკვირდით პირველ რიგში მიმართული ენამეტყველება რამდენად ესმის, ანუ ინსტრუქცია მაგალითად მაჩვენე ბურთი ან დადე ჭიქა მაგიდაზე, რამდენად შინაარსი ესმის და ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ და უთხრათ თუ არის სირთულეების სპეციალისტი. ეს სპეციალისტი არის ნეიროფსიქოლოგი, ეს სპეციალისტი შეიძლება მხოლოდ ენამეტყველება თუ არის, შეიძლება იყოს ენამეტყველების თერაპევტი. კარგით, ვიზუალურ სივრცითი უნარები, ვიზუალურ სივრცითი უნარების განვითარებას ხელს უწყობს ფაზლები, ფაზლები სხვათა შორის ძალიან პატარა ასაკიდან, 3 წლის ასაკიდან შეგიძლიათ შესთავაზოთ და კიდევ უფრო პატარებს 2-ნაწილიანი ფაზლებიც იყიდება, 3-ნაწილიანი ფაზლებიც არის, ლეგოები, შედარებით ცოტა დიდებთან თქვენ თვითონ შეგიძლიათ მოიფიქროთ, რომ დამალოთ განძი, ისეთი თამაში მოიფიქროთ, რომ ისინი არიან განძის მაძიებლები, თქვენ უნდა დამალოთ განძი, ეს განძი სახლში დამალავთ თუ სოფელში და უშუალოდ რომელიღაცა ხის ქვეშ დამალავთ, ეს არის აბსოლუტურად რის შესაძლებლობასაც გაძლევთ თქვენ აი ეს მოცემულობა, რომელშიც იმყოფებით. როგორ შეიძლება შემდეგ იპოვოს ეს განძი, ეს არის მინიშნებები, ეს არის რუკის შედგენა და გამოყენება, მაგალითად შეიძლება სთხოვოთ, რომ აი თქვენ მოდი ახლა ჩვენი სახლის ტერიტორიის რუკა შევადგინოთ და მე თქვენ დაახლოებით რუკაზე მოგცემთ მინიშნებებს, სად შეიძლება იპოვოთ განძი. მარიამ, ერთს დავამატებ, აი ფაზლი რომ ახსენე, პრინციპში ნებისმიერი ნახატი, ილუსტრაცია, რომელსაც გავჭრით 2 ან მეტ ნაწილად, პრინციპში ფაზლი გამოდის, ხო? ანუ არ არის აუცილებელი, მაინც და მაინც არა, არ არის აუცილებელი. თვითონაც დავხატოთ, მაგრამ ბავშვს დავხატოთ. შეიძლება ჩვენ თვითონ დავხატოთ, დიახ, შეიძლება ჩვენ თვითონ დავხატოთ. შეიძლება არ არის, აი გააჩნია თუ პატარებთ ალბათ, შეიძლება უბრალოდ შუაზე გავჭრათ, ან რაღაცა ფორმებით გავჭრათ და ამ ფორმებით შემდეგ შევაერთოთ, ხო? თავიდან ვერ აკეთებენ, აქ მნიშვნელოვანი არის, რომ უნდა დავეხმაროთ ბავშვს ამის გაკეთებაში, ხო, საწყის ეტაპზე, იმიტომ რომ ცოტა უჭირთ და მაგრამ რაც უფრო ადრე შევთავაზებთ, მით უფრო ადრე დაიწყებს ის ამის გამოყენებას. აქ სტერეოტიპულად რატომღაც ჩემი დაკვირვებით ბიჭებს უფრო სთავაზობენ ფაზლებს და არა გოგონებს და აი ესეც ნუ გავყოფთ, ხო? გოგონებსაც და ბიჭებსაც აბსოლუტურად ერთნაირად შეიძლება შევთავაზოთ. კი ბატონო, და აი ბაზარზე, ნუ ჩვენთან რაც არის, პრინციპში ხშირად მინახავს, რომ არის 5 წლიდან, 8 წლიდან, ხო, მაგრამ რაზეც შენ საუბრობ, თქვათ ეს 2-ნაწილიანი ფაზლი, თუ კი ჩვენ თვითონ შეგვიძლია სახლის პირობებში შევთავაზოთ გაცილებით ადრე, ხო, ადრეულ. კი, თუმცა მე მინახავს ფაზლები, რომელიც არის 2-ნაწილიანი და არის აწერია მას 3 წლიდან და უფრო. ანუ არის ესეთი ფაზლები. ერთადერთი ფაზლის გამოჭრის დროს, ახლა 2 წლის ბავშვს შეიძლება ჩვეულებრივი ქაღალდის ფორმატი დაიკუჭოს მარტივად და აი შეიძლება ეგრეთ წოდებული აი მუყაოზე იმაზე დავაწებოთ მაშინ. ცოტათი მყარი რომ იყოს უბრალოდ, რომ ყველა გამოყენების შემდეგ ის შეიძლება დაზიანდეს უბრალოდ. კი ბატონო. აქ ერთი კომენტარი გვაქვს კიდევ, აი სანამ გადავალთ შემდეგ სფეროზე, ლაბირინთები და საბავშვო კროსვორდებიც კარგია, უღწევს ჩვენი მსმენელი. ძალიან კარგი არის ლაბირინთი, ძალიან ბევრი რაღაცისთვის არის კარგი. ლაბირინთი, ძალიან დიდი მადლობა ამ კომენტარისთვის. ძალიან მიყვართ ბავშვებს სახლში გაკეთებული თავად ლაბირინთები. ეს ლაბირინთი შეიძლება გააკეთოთ, რომ სკამები დაალაგოთ, სკამზე ნაჭერი გადააფაროთ, უნდა გაძვნენ, ან აი რაღაცა გზას ბილიკს უნდა გაყვნენ, რომელიც ლაბირინთივით შეიძლება იყოს და მეორე დახატული ლაბირინთი, რომელსაც ბავშვი შეიძლება თითით თავიდან კალამს არ იყენებდეს და საერთოდ თითით გაყვეს ამ ლაბირინთს, მეორე შემთხვევაში კალამს იყენებდეს, ეს ლაბირინთი არის მარტივი, ეს ლაბირინთი არის რთული, ეს არის ნატიფი მოტორიკისთვისაც და წერის უნარისთვისაც ძალიან კარგი. ასე რომ მადლობა ნამდვილად კომენტარისთვის. სოციალურ ემოციურ უნარებს რაც შეეხება, ესეთი თამაშები, სადაც არის რიგის დაცვაზე, მოლოდინი, ხო, რომ რაღაცა იმპულსი უნდა შევიკავო ახლა, ან ახლა სხვისიჯერია, ასეთი ტიპის თამაშები არის ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი. როლური თამაშები, როგორიც არის ნებისმიერი როლური თამაში, იქნება ეს ექიმობანა, იქნება ეს მაღაზიობანა,
ხო? ანუ ნებისმიერი თამაში, სადაც მე უნდა გავითვალისწინო ის მოცემული კონტექსტი. დაუშვათ, რომ მე ვარ მასწავლებელი, აი ბავშვები თავად ცვლიან ხოლმე, ეს ძალიან ისეთია, რომ თავად ცვლიან ფორმას, საუბრის მანერას, იმიტომ რომ აი იმ კონტექსტს როგორც უხდება, ასე ვთქვათ, ხო? ეს როლური თამაშები ძალიან ეხმარება ბავშვებს შეიქმნას წინასწარი განწყობა კონკრეტულ სიტუაციასთან მიმართებაში, რომელშიც შეიძლება არ ყოფილა. მაგალითად, როგორ უნდა მოიქცეს სკოლაში, როგორ უნდა მოიქცეს ბაღში, როგორ უნდა მოიქცეს ექიმთან და ასე შემდეგ და ამაში ასევე ხელს უწყობს სოციალური ისტორიები. იმიტომ რომ სოციალური ისტორიებიც ეფუძნება კონკრეტულ კონტექსტს, ასე ვთქვათ და სიტუაციას და მათი ერთობლივად კითხვა, აი იმ გზის გავლა დაუშვათ, ასევე ეხმარება ბავშვებს მოემზადოს რაღაცა ახალი სიტუაციისთვის. ამაზე არსებობს ასევე ანიმაციები, რომელიც ამ სოციალურ ისტორიებს ეფუძნება ან არ ეფუძნება. ანიმაციებში წარმოდგენილი სიუჟეტებით ძალიან ხშირად ეხმარება ბავშვებს და მნიშვნელოვანი არის, რომ მშობელმა უყუროს ანიმაციას ბავშვთან ერთად, იმიტომ რომ ეს იძლევა ძალიან კარგ შესაძლებლობას, რომ შემდეგ აწარმოოს დისკუსია. რატომ მოიწყვინა მთავარმა პერსონაჟმა? რა მოხდა შენის აზრით? რატომ გაბრაზდა მეორე პერსონაჟი მასზე, ხო? აი რაღაცა ქცევა, რაც შეიძლება ჩვენ ბავშვში გვინდა რომ შევცვალოთ, ასე პირდაპირად ბავშვმა არ მიიღოს ეს უკავშირი, მაგრამ საკმარისი არის რომ ანიმაციის გმირთან მიმართებაში განვიხილოთ, იქ აუცილებლად ჩაერთვება დისკუსიაში და ესეთი პერსპექტივა არის ცოტა გვერდიდან უყურებს თავის თავს. რაც შეეხება ემოციურ განვითარებას, ესეთი თამაშები, როგორიც არის, თან სახალისო არის. ზოგადად უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვი ყველაზე კარგად სწავლობს, როდესაც არის ემოციური ჩართულობა მისი. და იმას, რაც არის მისთვის ძალიან სახალისო. მაგალითად, ვითამაშოთ ესეთი თამაში, რომ მე გამოსახავ ემოციას და ბავშვმა უნდა დაასახელოს რა ემოცია არის და გაბრაზებული სახე მაქვს, ხო? და ბავშვი ამბობს, რომ გამოვიცანე, ან ვინ უფრო სწრაფად გამოიცნობს თუ რამდენიმე ოჯახის წევრია, რომ ეს არის გაბრაზებული სახე. და აქედანაც გადავდივართ, რომ უი, და რა დროს გვაქვს ჩვენ გაბრაზებული სახე, ან შენ რა დროს გაქვს გაბრაზებული სახე? და აქედან გავდივართ, ნახეთ, ძალიან საინტერესო რაღაცაზე უკვე ემოციის იდენტიფიცირებაზე და საკუთარ ემოციაზე დაფიქრებაზე, რომ უი, ანუ მე როდის ბრაზდები და აქედან კიდე შეგვიძლია გავიდეთ, რომ რას ვაკეთებთ, როდესაც გაბრაზებული ვართ უკვე მართვაზე ქცევის, ხო? რეგულაცია, ემოციების რეგულაციაზე, რომ აი მე როდესაც გაბრაზებული ვარ, მინდა რომ დავიყვირო დაუშვათ, მაგრამ ყვირი, ну ზოგჯერ ყვირი, ზოგჯერ არა, ზოგჯერ შეიძლება უბრალოდ ტაში დავყრა. ან მოვითხოვა, რომ ეხლა მე გაბრაზებული ვარ და თავი დამანებეთ, ხო? აი ძალიან ბევრ რაღაცაზე შეიძლება ამ მარტივი თამაშით გავიდეს. ან შეიძლება დავტოვოთ უბრალოდ ამ გამოცნობის დონეზე, რომ მე გავაკეთე ემოცია, შენ უნდა გამოიცნო. შემდეგ ვცვლით ბავშვი იღებს რაღაცნაირ სახეს. მე უნდა გამოვიცნო, რომ ხეს გაკვირვებული სახე არის თუ გახარებული სახე არის. თითქოს ერთი შეხედვით აი ესეთი თამაშია ახლა, მაგრამ მართლა ეხმარება ბავშვებს ემოციების იდენტიფიცირებაში და ნახეთ კიდევ რას აღმოაჩენთ თქვენ, რომ შეიძლება აღმოჩნდეთ, რომ ბავშვი ვერ ხვდება თქვენი სახის ემოციით თქვენს განწყობას. და აქ მიხვდებით, რომ ანუ მას მხარდაჭერა სჭირდება ამ კონტექსტში. ან აღმოჩინეთ, რომ სახე კი შეუძლია მიიღოს, მაგრამ ვერ ასახელებს რა დროს გრძნობს თავს ასე, ხო? ან არ იცის როგორ გამოვიდეს, დაუშვათ, თუ ცუდ ხასიათზე არის. ემოციების დასახელება ასევე ბარათების მიხედვით და ემოციების შესაბამისი ნახატების დახატვა, მაგალითად, ემოციის შესაბამისი მუსიკის დაკვრა და ასე შემდეგ. ნებისმიერი ეს აქტივობა არის მათთვის საინტერესო და სახალისო. რაც შეეხება აკადემიურ უნარებს, ის რაც ჩვენ ხშირად გვაინტერესებს, წიგნიერება. კიდევ ერთხელ მივაწოდოთ წიგნი, რომელიც მისთვის საინტერესო არის. მივაწოდოთ წიგნი იმ პერსონაჟზე, რომელიც მისთვის საინტერესო არის. გავხადოთ სახალისო კითხვის პროცესი. დავაწესოთ დღის მანძილზე კითხვის საათი, ოღონდ ეს კითხვის საათი გავხადოთ ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი დრო, იმიტომ რომ ერთად ვკითხულობთ. მარტო ბავშვი კი არ კითხულობს. ჩვენ ერთად ვკითხულობთ. შეიძლება საერთოდ ესე წავიკითხოთ, რომ ერთ თავზეც ბავშვი კითხულობს, ერთ თავზეც მე ვკითხულობ. გააჩნია.
თუ ცოტათი დიდია, შეიძლება ორივემ წავიკითხოთ დამოუკიდებლად ჩვენი წიგნი. რაღაცას ამბობთ. მარიამ, ერთს დავაზუსტებ, ეს წიგნის კითხვის საათი რომ არ ეგონოს მსმენელს, მაინც განმარტოთ, რომ ეს მაინც ერთი საათი იგულისხმება, ეს არის დრო, ხო? დრო არის, დროზე ვსაუბრობთ. და მაგრამ ამასთან დაკავშირებითაც რო გითხრა, რომ რა რეკომენდაციას მისცემ მშობელს, რითი ეხემძღვანელოს, რომ აი რამდენი ხანი უნდა სთხოვოს წაკითხვა, თქვა 10 წუთი თუ მართლა 1 საათი ბავშვების შემთხვევაში. იცით რა, ასაკს გააჩნია თუ არის პატარა 6 წლის, 7 წლის, ეს შეიძლება იყოს დღეში 15 წუთი, შეიძლება დავყოთ და იყოს ორჯერ, დილით 15 წუთი ან საღამოს, ან პირიქით შუადღეს, თუ ცოტათი დიდი არის, შეიძლება იყოს 9 საათი, მაგრამ იძულებითი 9 საათი ნუ იქნება და იძულებითი 15 წუთი. ეს დრო იყოს თქვენთვისაც და მისთვისაც სახალისო და საინტერესო და ამისთვის საჭირო არის რომ მისთვის საინტერესო რაღაც წაიკითხოს თუ მას აინტერესებს ვეშაპები წაიკითხოს წიგნი ვეშაპების შესახებ არ არის აუცილებელი თუ ცოტათი დიდია და მხატვრული ლიტერატურა აქვს სკოლის მხრიდან ასე ვთქვათ საშინაო დავალებად ამ შემთხვევაში თქვენ კითხულობთ მასთან ერთად თუ ბავშვს არ მოსწონს შეგიძლიათ გაუზიაროთ რომ ამ წიგნის შესახებ თქვენი ემოციები თქვენი განცდები შეგიძლიათ შესთავაზოთ რომ იცი რა რამდენი წელი არ წავიკითხოს პატარა ვიყავი და რა საინტერესოა და ეხლა რო წავიკითხო რა შთაბეჭდილება მექნება და ერთად წაიკითხეთ ის წიგნი ან თქვენთვის სასურველი წიგნი წაიკითხეთ ბავშვებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რას აკეთებს მშობელი ამ დროს მოდელირება არის ის ისინი სწავლობენ და თუ მე ბავშვს ვეუბნები რომ შენ მან დაჭექი და 1 საათი არ ადგე და მე ამ დროს ტელეფონი მიჭირავს და მე თვითონ აქ რაღაცა თამაშებს ვთამაშობ და ვერთობი ანუ ცოტათი ბავშვს მე უსამართლობის განცდა აქვს იმიტომ რომ იმასაც უნდა რომ გაერთოს იგივე ტელეფონით დაუშვათ ხო ამიტომ მაქსიმალურად თუ გამოვიყენებთ ამ დროს იმისთვის რომ მართლაც რეალურად საინტერესო დრო ვაქციოთ და შემდეგ განვიხილოთ. აი ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ გადავბრუნდეთ მე ბავშვთან და განვიხილოთ, რომ რაც წაიკითხე, რა მოგეწონა, ოღონდ შაბლონურად კი არა, აი პერსონაჟები განვიხილოთ. თქვენ უთხრათ, რომ აი მე რომ ბავშვებაში წავიკითხო, მომეჩვენა, რომ ეს ცოტა ესეთი პერსონაჟი არის, შენც ასე ფიქრობ და ასე შემდეგ. შემდეგ წაკითხulis შეიძლება ანიმაციასთან დაკავშირება. აი ეს შეიძლება მოეწონოთ კიდევ რომ ნებისმიერი ანიმაცია ზღაპარი ხო რომელიც არის შემდეგ მულტფილმად გადაკეთებული ის არსებობს წიგნადაც. შეიძლება უთხრათ რომ მოდი ახლა ჩვენ წავიკითხოთ და რომ მოვრჩებით წაკითხვას მე ანიმაციას ვუყუროთ და უშუალოდ ერთი კვირა შეიძლება ვიკითხოთ მე ანიმაციას ვუყუროთ და შევადაროთ. აბა ესეთი არის მართლა რომელი ჯობია რომელი უფრო მოგწონს და ასე შემდეგ. შეიძლება დავყატოთ ეს პერსონაჟები კიდევ რასაც ვკითხულობთ. კი ბატონო, მარიამ, აი აქ ზუსტად ერთ-ერთმა მსმენელმა მოგწერა, რომ კოგნიტური უნარებისთვის კარგია იპოვოთ გავსი იპოვოთ განსხვავებული აღმოაჩინეთ შეცდომან, ხო? ანუ ესეთი ტიპის დავალებები და რაც შენახსენე, ზუსტად ამასთან მიმართებაში შეიძლება, ხო? არა მარტო რაღაც თვალსაჩინო საგნების შედარება, არამედ პერსონაჟები, ხო? მაგალითად, რა იყო ფილმში წარმოჩენილი, რაც არ იყო იმას. ხო? ან როგორ გამოიყურებოდა პერსონაჟი და ასე შემდეგ. კი. იპოვე ეს ძალიან ბევრი მასში არის მართლა ისეთი ხელმისაწვდომია რომ იპოვე ეს ვიზუალურ უნარების ერთი რო ყურადღების კონცენტრირება არის მეორე ვიზუალური უნარებისთვისაც რომ დეტალებზე ორიენტირება ხო იპოვე განსხვავება და იქ ძალიან წვრილ დეტალებს უნდა მივაქციო ყურადღება და ესეც ნამდვილად კოგნიტურ პროცესებში ერთ-ერთი საკმაოდ ეს უდევს საფუძვლად მაგალითად იმას რომ მე შედაწყვე ერთმანეთისგან გავარჩიო ხო ანუ ასეთი თავიდან სხვილ დეტალებზე ვაკეთებთ კონცენტრირებას და შემდეგ უკვე არის წვრილი დეტალები და შემდეგ არის ზრდასრულებსაც რომ ძალიან გვიჭერს ხო იმიტომ რომ არის ბევრი დეტალი და ძალიან წვრილი განსხვავებები უნდა ვიპოვოთ ამიტომ კიდევ ერთხელ მადლობა სინამდვილეში ეს აქტივობები და თამაშები იმდენად ბევრია ამოუწურავია და იმდენად შეიძლება ნებისმიერ მშობელმა ბებიამ ბაბუამ ბავშვმა თავად მოიფიქროს ისეთი თამაში რომ ვერსად ვერ ამოიკითხოთ და ვერსად ესე არსად არ შეგხვდეთ ამიტომ არის რომ თავისუფლება მიეცით თქვენს კრეატულობას, ფანტაზიას და მიღებით და ნებისმიერი პროცესი შეიძლება თქვენ აქციოთ
განმავითარებელ პროცესად და შემეცნებით აქტივობად. მაგალითად, არ ვიცი, მიწის ჩიჩქნა და აი ამოთხრა მიწის და იქ ვისაუბროთ იმაზე, რომ აი მაგალითად, როდესაც მშრალი არის მიწა რა მოსდის, რატომ ხმება მცენარე, რატომ სჭირდება მორწვა, რა ტიპის მცენარეები არსებობს, ზოგი დიდი იზრდება, ზოგი პატარა იზრდება, რომელი მცენარე ხმება, რომელი არ ხმება, რომელი არის მარადმწვანე და ეს ყველაფერი გავაკეთო, აი იმ დროს, როდესაც ბავშვთან ერთად, ასე ვთქვათ, მიწას ვთხრით, რომ რაღაცა ვითამაშოთ, ან მცენარეს ვგავთ, ხო, გააჩნია. ანალოგიურად აი მათემატიკაზე რო გადავალ, მცენარესთან მიმართებაში შეიძლება რომ დავითვალოთ ხეები, აი საერთოდ ტყეში ვსეირნობთ, ხო? დავითვალოთ ხეები, რომელი ხეს რა ფორმა აქვს, უფრო მრგვალი არის, უფრო სამკუთხედი ფორმას გავს, ხო? ანუ ბუჩქი რა ფორმას მიამსგავსებდი. იგივე შეიძლება გავაკეთოთ მაგალითად ღრუბლებზე. ხო, აი ახლა ეს ღრუბელი, უინახე როგორ რაღაცა წრეს გავს, მართკუთხედს გავს და ეს თამაშია, როგორც ჩრდილების თამაში, როდესაც სანთლის შუქზე ვაკეთებთ ხელებით სხვადასხვა ჩრდილებს, ხო, რომელიც შემდეგ ერთ შემთხვევაში პეპელას გავს, მეორე შემთხვევაში არ ვიცი, მგელს გავს და ასე შემდეგ. ანალოგიურად შეიძლება რომ აი ეს ღრუბლებზე გავაკეთოთ, ვარსკვლავები გადავწყვიტოთ, რომ დავითვალოთ, ან ესეთი საშიყურების დროს მოვხაზოთ, რომ აბა თუ დაინახავ სად არის წრე, აბა თუ დაინახავ სად არის მართკუთხედი. ესეც ჩვეულებრივად განმავითარებელი აქტივობები არის ამ შემთხვევაში. და ნუ ფერების დასახელებაზე აღარ ვსაუბრობ, თავისთავად ეს ბუნება გვაძლევს საშუალებას, რომ საოცარი ფერები აღვიქვათ, მაგალითად გუშინ საღამოს იყო თორცდები მეწამული ღრუბელი. ხო, ეს სიტყვა მეწამული შეიძლება ბორს არ კონდეს მოსმენილი და აი ავუხსნათ, რომ აი ამ ფერს ეძახიან მეწამულს, ხო? და თან საინტერესოა, რომ ღრუბელი, რომელიც ცაზე ღრუბელი ძირითადად თეთრი არის, ახლა უცებ რაღაცნაირი ვარდისფერებით არის და თან მეწამული ქვია, ხო? ანუ ბავშვისთვის ეს შეიძლება ძალიან ისეთი საინტერესო იყოს, მე წამოვიდეთ დახატოს და ასე შემდეგ. აუჩდეს კითხვა შეიძლება, რომ იასამნისფერიც იყოს ღრუბელი. მარიამ, აქ ერთი კითხვა, წიგნის კითხვასთან დაკავშირებით, ანუ როგორ დავაინტერესოთ ბავშვი წიგნის კითხვით, როცა ყველაფერზე იძახის არ მინდაო. როგორც უკვე აღნიშნე, გააჩნია ბავშვის ასაკს. პირველი შევთავაზოთ, დავწმუნდეთ, რომ მას კითხვა არ უჭირს. შევთავაზოთ წიგნი იმის შესახებ, რაც მას ძალიან აინტერესებს. და შევთანხმდეთ, რომ ალბათ არ არსებობს ბავშვი, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს, ხო, არ არსებობს ბუნებაში ესეთი ბავშვი. არ არსებობს. შევთავაზოთ, იცით როგორი წიგნები, სადაც შეიძლება ბევრი უნდა გააფერადოს, ცოტა უნდა წაიკითხოს. ან აი არის ესეთი წიგნებიც გაჩნი ხა ესე იმიტომ მიჭირს რომ ბავშვის ასაკს თუ დიდზევს აუბრობთ ეს არ გამოგადგებათ აი სადაც წინადადება უნდა დაასრულოს იცით როგორ უბრალოდ აი სტიკერი უნდა დააკრას მაგალითად წითელ ქუდა შეხვდა და გამეტოვებულია სიტყვა და მგელი ხატია გვერდით სტიკერებიდან და უნდა ამოარჩიოს და მგელი ჩააკრას ანუ კითხვის პროცესით სახავის უნდა გავხადოთ შევთავაზოთ რომ მოდი იცი როგორ წავიკითხოთ გამახსენდა ერთი ჩემი მაგალითი მაგასაც გაგიზიარებთ. ერთი წინადადება შენ, ერთი წინადადება მე დავუშვათ. ან მოდი ერთად წავიკითხოთ და ერთი და იგივე წიგნს კითხულობთ ერთად. ან მე გამიკეთებია და მახსოვს რომ ძალიან მიხალისეთ, ჩავთეთ კონკრეტული მელოდია, მისი საყვარელი და ვეცადეთ რომ ისე წაგვეკითხა რომ ამ მელოდიას ავყოლოდით და გამოგდიოდა სიმღერა. ამით დავიწყოთ, მაგრამ გავარკვიოთ და დავწუნდეთ იმაში, რომ ბავშვს კითხვა არ უჭირს. თუ კითხვა არ უჭირს, მაშინ როგორც უკვე გითხარით, ანუ რაღაც აქტივობებს ესეც ვთავაზობთ, რომ თვითონ წიგნის მიმართ გახდეს წიგნის 6 წლის ყოფილა აი ეს ბავშვი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ნუ პატარა არის, შეიძლება უჭირს სკოლაში ახალი წასული არის, ამიტომ მარტივი კომიქსები გამოიყენეთ ამ შემთხვევაში და დააკვირდით ხომ არ უჭირს კითხვა. აი ეს აქტივობები მაშინ რაც მე ახლა შემოგთავაზეთ, 6 წლის ბავშვთან ყველა ძალიან კარგი არის. მაგრამ კიდევ ერთხელ მე არ ვიცი თქვენ შემოგვერდით ახლა თუ მანამდეც გვისმენდით, ამ დროს თქვენ ნუ დაიკავებთ ტელეფონს ან კომპიუტერს
ეცადეთ რომ მასთან ერთად იყოთ, ან თქვენი წიგნი გეკავოთ და წაიკითხოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მოკლე დროები მიეცით. კითხულობთ 10 წუთი, ვისვენებთ. კიდევ კითხულობთ და უშუალოდ საღამოსაც 10 წუთი და საკმარისი. კი ბატონო, აქვე ამას კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმიტომ რომ ესეთი კომენტარი იყო, რომ ეს ჩანაწერი დაიდება, რა თქმა უნდა, დაიდება, უბრალოდ უპირატესობა აქვს ჩვენთან ერთად პირდაპირი ჩართვის დროს ყურებას, რომ შეგიძლიათ ესე კითხვები გამოაგზავნოთ, მაგრამ მოგვიანებითაც ნახავთ. აი ერთ-ერთი მშობელი გვაკითხება იგივე სწორედ მათემატიკასთან მიმართებაში, როცა ბავშვს არ უნდა მათემატიკის მეცადინეობა. როდესაც ბავშვს არ უნდა ხო. ზოგადად თუ ეს ეხება პირველ კლასელებს. რა თქმა უნდა 100%-ზე ვერ ვიტყვით, მაგრამ როდესაც პირველ-მეორე კლასელი უარს ამბობს განსაკუთრებით კონკრეტულად ერთ საგანზე, კითხვა უნდა გაგვიჩნდეს ხომ არ უჭირს. იმიტომ რომ როდესაც ბავშვს უჭირს დაძლიოს რაღაც საგანი, ან უჭირს რას ნიშნავს, მეტი დრო სჭირდება, ყურადღების მეტი კონცენტრირება სჭირდება, მიაჩნია რომ არ გამოსცის, ის უარს ამბობს, იმიტომ რომ მარცხის განს დაქვს და არ მოსწონს. ამიტომ დარწმუნდით რომ თუ ეჭვი ცოტა მაინც გეპარებათ, დააკვირდით, კარგად დააკვირდით დროს რამდენ ხანში აკეთებს რატების მხარდაჭერა სჭირდება და შეიძლება მერე დაუშვათ ან სპეციალისტთან მიიყვანოთ, რომ ნამდვილად აქვს თუ არა რამე სირთულეები და მხარდაჭერა როგორ გავუწიოთ. თუ არა და ანალოგიურად რასაც კითხვაზე ვამბობ, დაინტერესეთ. კი, ნუ დასვამთ რველთან, რომ ეხლა 2+2 რამდენია. არამედ აი იგივე ქვიშაში თამაშის დროს გააკეთეთ ეს ქვიშით 2 ბურთი, აქეთ 2 ბურთი და გამოსახეთ, რომ თითებით იქვე თამაშის პროცესში გააკეთეთ პლასტელინით. ფანტასტიკურად ბავშვები, რომელთაც ასოების დასწავლა უჭირთ, ციფრების პლასტელინით ძალიან კარგად შეიძლება ამის გაკეთება. მაგალითად აი ესე მახსოვს ძალიან კარგი იყო ხოლმე რომ მ-ს თალკე ვაკეთებდით, ის თალკე ვაკეთებდით და მ შეხვდა ის, აი წარმოიდგინეთ, ის ზედა ნაწილი და რასო გამოვიდა? გამოდის შ, ხო? და 200 ერთმანეთს შეხვდა და ძალიან მოსწონთ. აი თითქოს არაფერი, მაგრამ ეს ჩართულობა რო არის და თვითონ ზერწავენ ხელით და მე როგორ გადავაკეთოთ მ-ნ-დ, რომ ეს უნდა ამოატრიალოს და ცოტათი ოდნავ თავი შეუსწოროს და მ გახდა ნ, ხო? აი ესეთი ტიპის იგივე შეგიძლიათ ციფრებზე გააკეთოთ. რიანი 6-იანი მიმატება გამოკლება რას ნიშნავს? დავყოთ წილადები, პიცა ავიღოთ და გამოვძერწოთ პიცა, ან ტალახისგან გავაკეთოთ პიცა, ერთი ნაჭერი ანუ შუაზე გავყოთ და ეს ნიშნავს რომ გვაქვს 2 ნაწილი, ხო? და აი 1/2 რა არის? გააჩნია ისევ და ისევ ბავშვის ასაკს და რა მხრივ გინდათ გაძლიერება. თავი არის მივდექით კრეატულად თავისუფლად და ნუ დაამსგავსებთ განსაკუთრებით ზაფხულში მეცადინეობას. ეს უნდა იყოს პროცესი, რომლის განხორციელებაც ბავშვს სიამოვნებდა. რაც შეეხება ზოგად თამაშებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ბავშვისთვის, ეს არის ერთობლივი პიკნიკები და ეგრეთ წოდებული კემპინგები, როდესაც კარვით მიდიხართ სადღაც და რჩებით. ეს შეიძლება გააკეთოთ თქვენივე ეზოში სახლის, ან ცოტათი მოშორებით, ან შეიძლება ღამეს საერთოდ არ დარჩეთ, წახვიდეთ უბრალოდ 2 საათით, მაგრამ იქ გაატაროთ ღიარულად დრო, წაიღოთ დაუშვათ საკვები, იქ შეისწავლოთ რა მცენარეებია, უფრო გრილა თუ უფრო ცხელა, როგორ უნდა ჩავიცვათ სეზონის შესაბამისად, თბილი უნდა წავიღოთ თუ არ წავიღოთ, ანუ ყოველდღიური უნარების განვითარებისთვისაც ძალიან კარგი არის. ძალიან მნიშვნელოვანი არის ბავშვს მცენარეების დარგვა და მოვლა ვასწავლოთ ზაფხულში. რადგან ცოტათი ვისაუბრე, რატომ არის წყალი მნიშვნელოვანი, რატომ ხმება ნაწილი მზეზე და ასე, რატომ არ შეიძლება რომ დაბაზიანოთ მცენარე, რა შემთხვევაში ზიანდება მცენარე და ასე შემდეგ. განძის მოძიებაზეც პრინციპში მანამდეც ვისაუბრე, ეს ძალიან ესეთი კარგი და აქტიური თამაშია მართლა. ბავშვებს ძალიან უყვართ მშობელთან ერთად საყიდლებზე სიარული და თამამად წაიყვანეთ. სურსათის საყიდლებთ გულისხმობ, რა იქ პამიდორი, კიტრი და ესე დაიხმარეთ ამ პროცესში. მეცეთ საშუალება თავად არჩიოს. ხა 3 წლის ბავშვთან ერთად რთულია ეს ნამდვილად 2 წლის ბავშვთან ერთად როშილ ყოფილი გადმოყაროს, მაგრამ უკვე 5 წლის ბავშვთან, 6 წლის ბავშვთან მათ ძალიან მოსწონთ ეს პროცესი და მე კვების პროცესში მომზადება, რომ მოდი დღეს პიცა გამოვაცხოთ,
შენი რეცეპტით. რისგან გავაკეთოთ პიცა? იყოს იმ პიცაზე, რასაც ის ბავშვი იტყვის, პომიდორი იქნება თუ არ ვიცი, კიტრი იქნება, დავადოთ და ისე გავაკეთოთ, ხო? ანუ თავარი არის საკვები თქვას რეალურად და არ იყოს მავნებელი, თორე ეს მიეცით მათაც კრეატულობის და თავისუფლების საშუალება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი ეს არის მაქსიმალურად ეცადეთ გამოიყენოთ თავისუფალი ხელოვნების ფორმები. ანუ თავისუფალი ხატვა, ძერწვა, სიმღერა, თქვენ თვითონ დაწერეთ სიმღერა, თვითონ მოიფიქროს მელოდია თუ უნდა, ცეკვა როგორც მას უნდა, გამოძერწოს რაც უნდა და ნუ ეტყვით, რომ უი ეს რა გამოძერწე, ვირი ხომ ლურჯი არ არსებობს. რა ფერიც უნდა იფერი გამოძერწოს, როგორიც უნდა ისეთი დახატოს. ბოლოს 5 წლის გოგონამ დამიხატა ნახატი, რომ მკითხე რა არის, მითხრა რომ ეს არის თვარე და ღამის ცისარტყელა. მისაღებია, სრულიად პირიქით. ნახეთ უკავშირი, რომ ვაიმე რა მაგარია ღამის ცისარტყელა, მართლა გულწრფელად რო წარმოვიდგინე, ისე მომინდა ვერახა ღამის ცისარტყელა. ხო, აი რაღაცა ფანტაზია ჩართო და მის წარმოდგენაში და ნახატიც იყო ულამაზესი ღამის ცისარტყელა და მეც გულწრფელად ძალიან წარმოსახვაში მომეწონა ეს ღამის ცისარტყელა. ხო, ანუ მიეცით ამის საშუალება. და სათამაშოების შექმნა. სათამაშოების შექმნაში ნახეთ რას გულისხმობ, ძალიან მარტივი არის სინამდვილეში სათამაშოების შექმნა. ეს არის განსაკუთრებით ესეთი ფავორიტი, რომელიც შეგიძლიათ სხვადასხვა ფერის ნაჭრებისგან აიღოთ, გამოიყენოთ წებო და ნახეთ რაღაცა შემეცნებითი პროცესია. გავაკეთოთ დედამიწის სურათი და შემდეგ შიგნით შეიძლება ნაწილი იყოს ლურჯი და ამ ლურჯში ვითომ არის წყალი, რომ აბა რა ბინადრობს წყალში, რა არის ხმელეთზე, რა არის ცაში, შესაბამისი ფერის ნაჭრები ავიღოთ. ან აი როგორც ხედავთ, ქვები გაფერადებული საღებავით, რომელიც შეგიძლიათ ასევე ქვიშაზე წაიღოთ თუ ზღვის სანაპირო არის თუ შეიძლება უბრალოდ ქვიშა სოფელში არა ზღვის სანაპიროზე იყოს და მოვხატოთ, რომ ეს არის გზა. ძალიან მოსწონთ ბავშვებს ესეთი რაღაცები. ქვებისგან გააკეთოთ მანქანები. შეიძლება აიღოთ კვერცხი, აიღოთ საღებავების, საკვების საღებავებიც გამოიყენოთ და თქვენ თვითონ შეაზავოთ ფერები ერთმანეთში და ნახოთ შემდეგ შევღებოთ კვერცხები ამ ნებისმიერი სათამაშო და მანქანა იგივე და რა ფერი გამოვა. ეს არის ნაწილობრივ ქაღალდისგან დამზადებული, ეხაც ხედავთ ქაღალდის დათვი, ქალაქია ფაქტიურად გაშენებული. ეს არის ნაჭრისგან შეკერილი, არც ვიცი ტორტი არის თუ რა არის, მაგრამ ძალიან მოსწონთ, როდესაც თავად მონაწილეობენ და განსაკუთრებით, როდესაც ეს ხდება ზრდასრულთან ერთად, არიან ძალიან ბედნიერი ფოტოაპარატი. ხო, ფოტოაპარატთან მიმართებაში შეგიძლია ვუთხრათ, რომ მოდი დავხატოთ ჩვენი საუკეთესო მოგონება, ვითომ ფოტო გადავიღეთ და ერთად დავხატოთ. ასევე ფილმის ჩვენება პროექტორზე ეზოში ღამე მაგალითად, ხო? თუ არის ამის შესაძლებლობა. თუ არ არის ამის შესაძლებლობა, იყიდება ესეც სხვათა შორის პატარა სათამაშო დიაფილმების ტიპის, სადაც შეგიძლიათ სიბნელეში გაუშვათ, არ არის ძვირად ღირებული სიმართლე რო გითხრათ, თუმცა შეგიძლიათ მარტივადაც ჩაანაცვლოთ რაღაცა ფერადი ნატურები იყიდოთ და მოაწყოთ რაღაცა ნატურების ფერადი ფერების ცეკვა ღამე. ხო? სადაც ერთი ბავშვი უჭირავს, ერთი თქვენ და აი რაღაცას დგამთ სივრცეში, ხო? ღამის პერანგების წვეულება ძალიან უყვართ, რომ აი შეგიძლიათ დაპატიჟოთ, არ ვიცი, ნათესავის ბავშვები, რომ ჩვენ ვაწყობთ ახლა ღამის პერანგების წვეულებას და თუ მინდა დააძინოთ 10 საათზე, იწყებთ 7 საათიდან ღამის პერანგებით დადიან, მანამდე წესრიგდებიან, რომ ეს არის ღამის პერანგების წვეულება, ამ წვეულებაზე რას ვაკეთებთ და ნუ ბოლო იქნება დაუშვათ წიგნის წაკითხვა და დაძინება ამ შემთხვევაში. შეთანხმებული ცეკვა, რაც გულისხმობს შეთანხმებულ ცეკვაში. შეგიძლიათ ითამაშოთ, რომ დადგათ თქვენ თვითონ ცეკვა, ბავშვმა გასწავლოთ თქვენ ცეკვა. თავისუფლად იცეკვეთ, მართლა გულით იცეკვეთ, ჩართეთ მუსიკა, იმღერეთ ბავშვთან ერთად. აი მერწმუნეთ, რომ
თქვენ თავადაც ძალიან ისიამოვნებთ. შეიძლება ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ ხა ეს ხომ ძალიან მარტივია და ამას ვაკეთებ კიდევაც და ძალიან მიხარია თუ აკეთებთ, მაგრამ ზოგჯერ ყოველდღიურობა იმდენად ზრდასრულებს რაღაცეთ სხვაგან მივყავართ ამ ყოველდღიურობას, რომ გვავიწყდება, რომ ოდესღაც ჩვენც ვიყავით ბავშვები, ჩვენც ერთობოდით და ეს ყველაფერი სინამდვილეში ჩვენც ვიცით და ეს არის მნიშვნელოვანი. ბავშვისთვის ყველაზე ძვირადღირებულ სათამაშოზე მეტად, რაც ამახსოვრდება ზრდასრულობაში და შეგვიძლიათ თქვენი თავიც გაიხსენოთ და უშუალოდ თქვენი მოგონებები ბავშვობიდან, ეს არის ის ემოციები პოზიტიური, რაც მას ჰქონდა კონკრეტულ ადამიანთან გატარებული დროის მიხედვით. არა რამდენად ძვირადღირებული სათამაშო მოუტანეს, არამედ ემოცია კი თუ რაღაც სათამაშო ძალიან უნდა, მაგრამ ის ემოცია, სადაც ეთამაშა დედას, ეთამაშა მამას, ეთამაშა ძმას, ძალიან ბევრი ცინა, კარგი დრო გაატარა, ყოველთვის რჩება ყველაზე დიდხანს. ეს არის პრინციპში ის და ესეც დაუშვათ უმარტივესი ნივთებით შექმნილი სათამაშოები, ეს არის ის რისი თქმაც მინდოდა სენსორული კუთხით პრინციპში აღნიშნე უკვე რომ ეს ტალახი, ქვიშა, წვიმაში სირბილი, თუ არ არის ძალიან ძლიერი წვიმა, არამედ აი ცოტათი წვიმს, ზაფხულია და არცივა ბავშვთან ერთად თქვენს ირბინეთ წვიმაში, ითამაშეთ, არა უშავს თუ ცოტა დასოლდება, მიეცით საშუალება რომ ბოტები ჩაიცვას და იჭყაპუნოს ცოტათი ამ წვიმაში, ეს არის სენსორული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ხეზე აძრობა თუმცა უსაფრთხოების დაცვით, თუ ბატუტი არის ბატუტზე ხტუნაობა და ასე შემდეგ. ეს არის ის, რაზეც დღეს მინდოდა რომ გვესაუბრა. იმედი მაქვს რომ ისეთი იყო საინტერესო. გარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო იყო ჩვენი მსმენელისთვის. მინდა შენიშნებართვით აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ეს აქტივობები არის ესეთი სარეკომენდაციო ხასიათი, შეიძლება მშობელმა მოდიფიცირება გაუკეთოს, რაღაც ახალიც მოიგონოს თვითონ ბავშვმა, მშობელმაც აქ სხვათა შორის ბევრი კარგი მაგალითი დაგვიწერეს და მე ჩვენ მსმენელს ვურჩევ, რომ ამ ვიდეოს მოსმენის გარდა კომენტარებსაც გადაავალოს თვალი, იმიტომ რომ ბევრმა მშობელმა გაგვიზიარა ის აქტივობები, რომელსაც იყენებს თავის შვილთან მიმართებაში და ფიქრობ, რომ სხვებსაც გამოადგებათ და რა თქმა უნდა, შენც ახსენე, ხო, მარიამ, კრეატიულობის მნიშვნელობა, რომ ანუ შეიძლება თვითონ მშობელმა ცვალოს, მოარგოს ის კონკრეტული ბავშვის განვითარების დონეს, ინტერესებს და ეს ზაფხული მართლაც ამით დავიწყეთ ხო შესავალ ნაწილში, რომ ძალიან აქტიური პერიოდია, ანუ ზაფხული არ ნიშნავს არაფრის კეთებას, პირიქით, შეიძლება ბევრი სახალისო შემეცნებით, გასართობი აქტივობით გავამდიდროთ, გავამრავალფეროვნოთ ბავშვის ცხოვრება და აი აბსოლუტურად ყველა სფეროს განვითარებას შეუწყოთ ხელი. ერთ დავამატებ უბრალოდ რომ სინამდვილეში ყველა კვლევა ცხადყოფს იმას, რომ ზაფხულში ბავშვი თითქოს სკოლიდან უშვებენ, ბაღიდან უშვებენ, მაგრამ ძალიან აქტიურად ვითარდება. ყოველთვის ბრუნდება იმაზე მეტად განვითარებული, ვიდრე დაუშვათ იყო სკოლის და ბაღის დასრულების შემდეგ. სწორედ ამიტომ, რომ თავისუფალ გარემოში კვლევა კიდევ ბევრ სარგებელი აქვს ამას და ნუ თავისი აქვს სკოლას და ბაღს, რა თქმა უნდა, მაგრამ ზაფხული არის ის, სადაც სინამდვილეში მიუხედავად იმისა, რომ თითქოს გართობა არის, თუ სწორად მივაწოდებთ ბავშვს რაღაცებს და სწორად მივცემთ მიმართულებას, ძალიან სერიოზულად შეიძლება ხელი შევუწყოთ ბავშვის განვითარებას. კი ბატონო, და მე კიდევ ერთი ყველაზე მეტად რაც მომეწონა არის ის, რომ შენს მიერ განხილული აქტივობების აბსოლუტურ უმრავლესობას საერთოდ არ სჭირდება რაიმე ძვირადღირებული ან სათამაშო ან აღჭურულობა ან ასე შემდეგ, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, ყოველდღიურ აქტივობების პროცესშიც ადვილად შესაძლებელია მათი ასე ვთქვათ გამოყენება. ეს მე მგონი ძალიან დიდი პლუსია აი მთელი რეკომენდაციების. ძალიან დიდი მადლობა მსმენელს, რომელმაც ასე იაქტიურა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ შენ, მარიამ, და ვეტყვი ჩვენ მსმენელს კიდევ ერთხელ, რომ ეს არ არის შენი პირველი და იმედი არც უკანასკნელი სტუმრობა ამ პლატფორმაზე და ბევრ საინტერესო თემაზე უკვე გისაუბრია ჩვენთან და გადაავალ თვალი ამ ჩანაწერის ამ ჩართვის ნახვის შემდეგ ჩვენს ვიდეოთეკას და შეიძლება კიდე აღმოაჩინონ მათთვის რელევანტური ჩანაწერები.
ამით თაგემშვიდობებით. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ. ნახვამდის. მადლობა, ნახვამდის.